ვარ ალექსანდრე ზაქარიაშვილი 9 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი, ხატვა და მუსიკა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთი. ერთი თვეა ვთამაშობ ვეს ჯორჯიაში. თავიდან თამაშობდი შეტევაში და 2 დღეა დამაყენეს დაცვაში. ჩემთვის ყველაზე კომფორტული არის ცენტრში და ნახევარდაცვაში თამაში. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა პასების განაწილება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ბელინგემი და ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის მატაობა. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი პასი. ვეს ჯორჯიაში ჩემი მწვრთნელი არის გიორგი მჟავანაძე. ის არის მხიარული, მეგობრული და მომთხოვი. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი კარგი მწვრთნელის ხელში ვარ. მე გადაწყვეტილი მაქვს გავხდე პროფესიონალი ფეხბურთელი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. თამაშს დავიწყე დინამო ბათუმში, მერე გადავალ ბარსაში, მერე გადავალ პესეჟეში. მერე გადავალ რეალში. თუ ყველაფერი კარგად დაიწყო, მე გავხდები რეალის ლეგენდა. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 42 წლამდე. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მუსიკოს. მუსიკა ძალიან მიყვარს და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. ვარ მეორე კლასში და უკრავ პიანინოს. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ნოტების სწავლა. ყველაზე უფრო გამიადვილდა მარჯვენა ხუთი თითით დაკვრა. პიანინოს გარდა მინდა კიდევ ვისწავლო გიტარაზე დაკვრა. ჩემი მუსიკის მასწავლებელი არის რუსიკო მასწავლებელი. მან შემაყვარა პიანინოზე დაკვრა. სიმღერაც მიყვარს და ჩემი საყვარელი სიმღერა არის ჭრელო პეპე. ჭრელო პეპე ლაგა ფრინდინელა დელიავრანუნი. დელიავრანუნი, დელიავრანუნი, დელიავრანული, დელიავრანული. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ მყავს კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ერეკლე გელაძე. ყველაზე ჭკვიანია ნიკოლოზ ქედელიც. ყველაზე მშვიდია ელენე გოგუაძე. ყველაზე ცელქი არის ალექსანდრე მახარაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნუცა ხოლვაში. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. ვარ სიმპათიური ბიჭი და მყავს ლამაზი შეყვარება. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 26-ის ან 32-ის. შვილებს დავარქვევ ნიკოლოზს და მარიამს. ჩემ ცოლს დავარქმევ ვიკას. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თინიკო ჩხაიძე, იმიტომ არ ყვირის, ლამაზად გვიხსნის, რო ვერ მივხვდებით აგვიხსნის ლამაზად. თვითონაც ლამაზია და მშვენიერი. ახლა მინდა ვიყო 17 წლის მეჩქარება სკოლის დამთავრება. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბაბუა და 2 ძმა. კიდე მინდა მყავდეს 4 ძმა და 1 და. ჩემი უფროსი ძმა არის 14 წლის და მას ჰქვია ლუკა. ის არის ჭკვიანი, მეგობრული და სიმპათიური. ჩემი აზრით ლუკამ რომ გაიზრდება, გამოვა ოფისის დირექტორი. ჩემი შუათანა ძმა არის 10 წლის და ჰქვია გაბრიელი. გაბრიელი არის ნევრების მომშლელი, სიმპათიური და ჭკვიანი. ნევრებს მიიშლის, როცა ვთამაშობ. მოდის და ტელევიზორს მეთიშობს. ის ალბათ გამოვა ბოქსიორი. მამიკო არის სიმპათიური, ქეიფი უყვარს, ჭკვიანი და ვაჟკაცი. ძალიან სიამოვნებს მამიკოსთან ერთად ღვინის დალევა. მასწავლის სუფრაზე მოქცევას და სადღეგრძელოებს. მე ყველაზე უფრო მიყვარს მშობლების სადღეგრძელო. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, მზრუნველი, მშვიდი და თბილი. მიყვარს კითხვა თუ წიგნის საინტერესო. ჩემი საყვარელი წიგნია დედა მამა 8 ბავშვი და საბარგო მანქანა. ასევე მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმი არის მაშა და დათვი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავაჩენდი მაგალითად რამე თუ გაგვიტყდებოდა
მაგალითად, ტელევიზორი თუ ჩამოგვივარდებოდა, გავაჩენდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბორჯომში და იტალიაში. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლი. მე ყველაზე უფრო გამომივიდა სახლის და ადამიანის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ოქროსფერი და არ მიყვარს ყვითელი. ყველაზე რთულია მთების დახატვა და ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. მე ვაგროვებ ჩემ ნახატებს და ახლა მაქვს 20 კარგი ნახატი. იმიტომ ვანგროვებ, რომ მინდა გამოფენა მოვაწყო. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ მეგობრებს, ჩემ ბაბუას, ბებიას და ჩემ დედას და მამიდას. საპატიო სტუმრად მოვიწვევ ჩემ მასწავლებელ თინიკო ჩხაიძეს. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი დანი ცეცხლაძესთან ერთად. ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი და კარგი ბიჭი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ელექტროსკუტერი. ბედნიერება არის მშობლებთან ჩახუტება, მეგობრებთან გართობა და მოგზაურობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.